სი ძინპინი პეკინში ტაივანის ოპოზიციის ლიდერის ჩენ ლივენს შეხვდა. ვიზიტი კუნძულის ირგვლივ დაძაბულობის ზრდის ფონზე ჩატარდა. ჩვენ ერთად უნდა შევუწყოთ ხელმშვიდობას და სტაბილურობას. ტაივანის სრუტის ორივე მხარეს მცხოვრები თანამემამულეები ჩინურ ნაციას წარმოადგენენ, განაცხადა სიმ 1992 წლის კონსენსუსური კურსის დასტურად, რომელიც გულისხმობს ერთი ჩინეთის პრინციპს. ჩენ ლივენმა ვიზიტს მშვიდობისთვის ისტორიული შანსი უწოდა და მუდმივი დიალოგისკენ მოუწოდა. კომინდანმა და კომპარტიამ ერთად უნდა შეუწყონ ხელი მშვიდობიანი ურთიერთობის აქციონ ეს მყარ ურთიერთობებად და აღმოფხრან კონფლიქტის მიზეზები. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს კომინდანის ლიდერის პირველი ვიზიტია ჩინეთში. კომინდანი ჩინეთის პოლიტიკური პარტიაა, რომელიც 1912 წელს დაარსდა და ასრულებდა პროგრესულ როლს, მაგრამ 1927 წლიდან გადაიქცა ბურჟუაზიულ მემამულური რეაქციის მმართველ პარტიად. 1959 წელს ჩინელმა ხალხმა ის დაამხო. ამერიკელმა ულტრაკონსერვატორმა ჟურნალისტმა მაიკ სევიჯმა კომენტარი გააკეთა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში ისრაელისთვის განკუთვნილ როლზე. მე ვიწინასწარმეტყველე, რომ თუ კი ეს არ დასრულდება და დიდი ალბათობით არ დასრულდება, თეირანი დაიბომბება, თუ რა თქმა უნდა გადაურჩა ბირთვულ დარტყმას და მე ვთქვი, რომ ეს ჩვენ არ ვიქნებოდით. ეს მე ტვიტერზე დავწერე. მე ვთქვი, რომ ამას გააკეთებდა ცუდი ბიჭი ისრაელი. შეერთებული შტატები ნამდვილად არ აპირებს ბირთვული ბომბის სრიალს ირანული მიზნისკენ. ის იყენებს გარიყულ ქვეყანას ისრაელს. ისრაელი დღეს არის სახელმწიფო, რომელიც ყველაზე მეტად ეზიზღებათ. ინსაიდერ ოუერი წერს, რომ ახლო აღმოსავლური ომის შედეგია ის, რომ ირანი გაძლიერდა, შეერთებული შტატები კი დამცირებულია. გამოცემა წერს, რომ წნეხის, მუქარის და საკვანძო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების მიუხედავად, ირანმა არამხოლოდ შეინარჩუნა პოზიციები, არამედ შეძლო საკუთარი დღის წესრიგის სხვებისთვის თავს მოხვევა, პირველ რიგში ჰორმუზის სრუტის კონტროლით და ეკონომიკური წნეხით გლობალურ ბაზრებზე. შეერთებული შტატები და ისრაელი დამარცხდნენ თავიანთ სამხედრო ოპერაციაში. ერთვიანი ომის შემდეგ, რომლის დროსაც შეერთებული შტატები და ისრაელი ყველანაირად ცდილობდნენ ირანელ ხალხზე წნეხს და ამას გამართულად უძებნიდნენ თეირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების შეწყვეტის აუცილებლობას, ბუშის საღამოს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ადასტურებს ამ სამხედრო ოპერაციის მარცხს. ნათქვამია სტატიაში. ირანმა ახალი სტატუსი შეიძინა. ქვეყანა მეოთხეზე სახელმწიფოდ იქცა. ის დღეს მართლაც მეოთხეზე სახელმწიფოა, არა იმდენად მისი ტექნოლოგიური განვითარების, ენერგეტიკული რესურსების ან საპროექტო შესაძლებლობების გამო, არამედ იმიტომ, რომ აღმოჩნდა წონასწორობის შენარჩუნების უნარი მსოფლიოს სასწორზე, როგორც ცივილიზაციას, ნაციონალურ სახელმწიფოს და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ისრაელის და შეერთებული შტატების მიერ თავმოყრულ უკანონო ომებთან წინააღმდეგობაში ირანმა მთელ მსოფლიოს ძალიან ძლიერი სიგნალი გაუგზავნა. ომის შემდეგ შეიცვალა ასევე მსოფლიო წესრიგი. ამერიკის დამარცხება ეს არის მსოფლიოს სახელმწიფოს და მისი ახლო მოკავშირის, ისრაელის არა უბრალოდ დამცირება, არამედ გარდატეხა მსოფლიოს ისტორიასა და საერთაშორისო წესრიგში. მსოფლიო, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიბადა, დღეს სრულდება. ამ მომენტიდან ახალი პარადიგმა იწყება. გლობალიზაცია აღარ მუშაობს ძველი სახით. ქვეყნების ერთმანეთზე დამოკიდებულება გარდაიქმნება ზეწოლის ინსტრუმენტად, ხოლო ეკონომიკური კავშირები იარაღად. ამ ფონზე ყალიბდება მსოფლიოს ახალი არქიტექტურა, სადაც აღარ არსებობს წარსული ერთპოლარულობა, წერს სტატიის ავტორი. ნატოს წვრთნებში ესტონეთში 1200 სამხედროზე სულ 10 დრონი გამოყვეს, როდესაც დრონები ამოიწურა, ჯარისკაცები სასტენდო სროლაზე გადავიდნენ. ამერიკის დაზვერვამ პირველად გამოიყენა ირანში ტექნოლოგია მოჩვენებითი ჩურჩული. ის ადამიანს პოულობს გულისცემის ხმით 10 კილომეტრის რადიუსში. პილოტი გადაარჩინეს, მაგრამ გადარჩენის ოპერაციას შეეწირა ამერიკის და ისრაელის 11 ვერტმფრენი. ამერიკის კონგრესის ყოფილმა წევრმა მერჯორი ტეილორ გრინმა მოითხოვა კონსტიტუციის 25 შესწორების ამოქმედება. 25 შესწორება. ამერიკაზე არც ერთი ბომბი არ ჩამოვარდნილა. ჩვენ არ შეგვიძლია მთელი ცივილიზაციის განადგურება. ეს არის ბოროტება და სიგიჟე, თქვა მან.
ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის 25 შესწორება. ესაა პრეზიდენტის გადაყენების ან მისი დროებით ჩანაცვლების პროცედურა, თუ კი მას ფიზიკური ან ფსიქიკური მიზეზების გამო არ შეუძლია მუშაობა ან უუნაროა იმისთვის, რომ ქვეყანა მართოს. ასეთ შემთხვევაში ძალაუფლება გადადის ვიცე-პრეზიდენტის ხელში.